ვეუბნებით ადამიანებს, ვინაც ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ვინაც ჩვენი ქალაქის განვითარებისათვის, სამომავლო ხედვების ჩამოყალიბებისათვის ბევრ შრომობს. დღევანდელი ღონისძიება ემსახურება ამ ადამიანების და გამორჩეული ჩვენი თანაქალაქელების, ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანების ღირსების, პატივის და იმ მსახურების დამსახურებას და ხაზგასმას, რასაც ისინი ათეული წლების განმავლობაში აკეთებდნენ და სამომავლოდაც გააგრძელებენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ბათუმობა 2025-ის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება იყო საპატიო ბათუმელისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის დაჯილდოება. აქ სხვადასხვა სფეროში, როგორც კულტურის, სპორტის, განათლების, ასევე სხვადასხვა დამსახურებისათვის დაჯილდოვდა როგორც უბრალო ქალაქზე მზრუნველი ადამიანები, სერვისების განმახორციელებლები, ასევე სხვადასხვა აკადემიური წრეების მიერ წარდგენილი ადამიანები. სულ ჩვენ დღეს 16 საპატიო ბათუმელი და ბათუმის 2 საპატიო მოქალაქე დავაჯილდოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ გუშინდელ დღეს დაწყებული ღონისძიებები, როგორც კულტურული ღონისძიებები, ასევე ბუნებრივია გამოფენა გაყიდვები დღესაც გრძელდება. ამინდი არის შესანიშნავი, რომლითაც დასრულდება ბათუმობის დღესასწაულის აღნიშვნა. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცოთ ჩვენს თანაქალაქელებს, ყველა ბათუმელს, ბათუმზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებს, ჩვენს სტუმრებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ერთად აღნიშნავთ ჩვენი ქალაქის ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულს. საპატიო ბათუმელის წოდება ჩვენთვის არის კიდევ მნიშვნელოვანი. ვალდებულება მომემატა ეხლა რომ რასაც ვაკეთებდი ორჯერ მეტი გავაკეთო. დღეს ღირსშესანიშნავი დღეა და მინდა მოგილოცოთ ყველას ეს ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმობა და მიულოცო ყველა საპატიო ბათუმელს ბათუმელობის სტატუსი. ამაზე დიდი ჯილდო ალბათ 68 წლის კაცი ვარ და არც მქონია და ვერც მივიღებ თუნდაც ვიცოცხლო ერთი საუკუნე კიდე.